გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში აცტეკებზე გეტყვით 10 საინტერესო რამეს. სანამ დავიწყებთ დალაიქეთ ვიდეო, ვიდეოს დასრულების შემდეგ კი თუ მოგეწონებათ გააზიარეთ კიდეც. ახლა კი დავიწყოთ. დატყვევება. თითქმის ყველა კულტურაში მეომარს თუ ბევრი მოწინააღმდეგე მტერი ყავდა მოკლული, ეს განაპირობებდა მის ავტორიტეტს. ეს დღესაც ასეა. თუნდაც ავიღოთ მეორე მსოფლიო ომი. სნაიპერების ავტორიტეტი და სიძლიერე განისაზღვრებოდა მისი დადასტურებული მკვლელობებით, ან მაგალითად ასებში ჩამოგდებული თვითმფრინავების რაოდენობით. თუმცა აცტეკებს რომ შეეხედათ ამ ყველაფრისთვის, იტყოდნენ რომ ამაში საამაყო და ღირსეული არაფერია. მოკლა ყველას შეუძლია. თავარია დატყვევება შეგეძლოს და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად ის რომ მოწინააღმდეგის ტყვე დაყვანა გაცილებით რთულია ვიდრე უბრალოდ მისი მოკლა. ამიტომ აცტეკი მეომრების ავტორიტეტი იმით განისაზღვრებოდა თუ რამდენი მტერი ყავდა დატყვევებული და მეომრებს წოდებებიც ამის შესაბამისად ენიჭებოდათ. ტყვე დაყვანა თან იმიტოც იყო საჭირო რომ აცტეკების ცხოვრების წესი უბრალოდ მოითხოვდა ბევრი ტყვე რომ ხოლოდათ. სხვაგვარად ვერ იარსებებდნენ. ამაზე უფრო ვრცელად ქვემოთ მოგახსენებთ. დატყვევებულთა მსხვერპლ შეწირვა. აცტეკებს ყავდათ ასობით ღმერთი. პრაქტიკულად გარშემო მომხდარ ყველა ქმედებას გააჩნდა საკუთარი ღმერთი. მაგალითად, არამხოლოდ მზეს ყავდა ღმერთი, როგორც მაგალითად ეგვიპტეში იყო რა, მზის ღმერთი. არამედ აცტეკებთან ეს ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. მზის ამოსვლას ყავდა თავისი ღმერთი, შეიძლება ხოლოდა მზის ჩასვლასაც. არამხოლოდ წვიმას ყავდა თავისი ღმერთი, არამედ წვიმის წამოსვლას, წვიმის წასვლას. და ასე შემდეგ. ასევე ყავდათ მაგალითად ტონაკატეკუტლი, ნოყიერების ღმერთი, ან ტონასიუატლი, ნოყიერების ქალღმერთი. ამ ყველაფერთან ერთად მიაჩნდათ, რომ ადამიანს ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნია, ეს მისი სიცოცხლეა და რა უნდა მისცე ღმერთებს? რაც ყველაზე ძვირფასი გაგაჩნია. ამიტომ აცტეკებს არ შეეძლოთ მშვიდობა. მათ ჰქონდათ უამრავი დღესასწაული და ამ დღესასწაულზე უამრავი მსხვერპლ შეწირვა. ამისათვის კი ტყვეების გაუთავებელი რაოდენობა იყო საჭირო. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა მოეკლათ ბრძოლაში მტერი, არამედ უნდა დაეტყვევებინათ. როგორც ცნობილია, დედაქალაქ ტენოჩტიტლანის ცნობილი ტაძრის გახსნის დღეს 20,000-მდე ადამიანი შეესწირეს მსხვერპლად. მაკუახუტლი გახლავთ აცტეკური ხმალი. და ეს ძალიან საინტერესო რამეა. აცტეკებში რკინის დამუშავება არ იყო განვითარებული, ამიტომ მათ ჰქონდათ ხის ხმალი მაკუახუტლი. ხის ხმალის გაგებაზე ამ ყველაფერს არასერიოზულად არ შეხედოთ, რადგან არ იმსახურებს. ამ ხის ხმალს გვერდებზე მიმაგრებული ჰქონდა ვულკანური წარმოშობის ბასრი ობსიდიანის ქვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იარაღი იმდენად ბასრი იყო, მას შეეძლო ერთი მოქნევით არა მარტო ადამიანისთვის მოეკვეთა თავი, არამედ ცხენისთვისაც კი. ერთი მოქნევით. სიკვდილის შემდეგ, როგორი ცხოვრე? სიკეთე აკეთე თუ ბოროტება? იყავი კეთილი ადამიანი თუ იყავი მკვლელი? ეს ყველაფერი აცტეკებისთვის ვერ ახდენდა გავლენას იმაზე თუ სად მოხდებოდი სიკვდილის შემდეგ. ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე თუ როგორ გარემოში მოკვდებოდა ადამიანი. მაგალითად, თუ რიტუალზე შეწირული იყავი, ეს კარგ ტონად ითვლებოდა. და იმიერ სამყაროში საკმაოდ სახარბიელოდ იქნებოდი. თუ ბრძოლაში მოკვდებოდი, ესეც პოზიტიურად აღიქმებოდა. იმიერ სამყაროშიც ბრძოლა მოგიწევდა ოღონდ ღმერთებთან ერთად, რაც პატივია. აცტეკებს არ ყოლიათ რაღაც ერთიანი ორგანიზებული არმია, თუმცა მათი ადათი ითვალისწინებდა ბავშვის აღზრდას მეომრად, ადრეული ასაკიდანვე. ბავშვებს პერსპექტივაში მებრძოლებს. ვარჯიშის დროს მაგალითად ჰქონდათ ასეთი დავალებები. უნდა დაეთვალათ რამდენჯერ ჭამდა კუ. მსგავსი დავალებებით აზროვნებას ანვითარებდნენ სხვადასხვა მიმართულებით. ბავშვებს ასწავლიდნენ თევზაობას, უფროსებისადმი პატივისცემას, სიმართლის თქმას და თვითკონტროლს. ბიჭები სწავლობდნენ პრაქტიკული ამოცანებით მამებისგან სახლში, ხოლო 15 წლის ასაკში მიდიოდნენ ახალგაზრდათა სახლში, რომელსაც ტელპუჩკალი ერქვა. აქ კლანის ბელადები ან გამოცდილი მეომრები ასწავლიდნენ მათ მოქალაქეობრივ მოვალეობებს, რელიგიურ კანონებს, ტრადიციებს, ხელოვნებას, ხელობას, ომისთვის ამზადებდნენ. სწავლობდნენ აგრეთვე სათხოვნის შუბის სროლას, შვილდისხრის გამოყენებას და მაკუახუტლით ბრძოლას. მებრძოლთა იერარქია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მებრძოლთა ავტორიტეტისათვის და მათი წოდებისთვის განმსაზღვრელი იყო ის, თუ რამდენი ტყვე ჰყავდათ აყვანილი ბრძოლის ველზე. მოკლედ წოდებები ამის შესაბამისად იყო. თავიდან იყვნენ ნუბები, რომელთაც არც ერთი ტყვე არ ჰყავდათ ანაყვანი. შემდეგ იყო ცალკე წოდება, რომელსაც მხოლოდ ერთი ტყვე ჰყავდა. კიდევ იყო შემდეგი წოდება, ვისაც უკვე ორი ტყვე ჰყავდა ანაყვანი. და კიდევ იყო მესამე წოდებაც, რომელსაც სამი ტყვე ჰყავდა.
როცა უკვე 4 ტყვე გეყოლებოდა, უნდა აგერჩია, უნდა ყოფილიყავი ან იაგუარი ან არწივი. მათ შორის დიდი შინაარსობრივი განსხვავება არ იყო. უბრალოდ უნდა აგერჩია იაგუარის ტყავით შეიმოსებოდი თუ არწივის მსგავსად. აცტეკებს მიაჩნდათ, რომ იაგუარის ტყავი მათ ბრძოლაში უნვითარებდა ინსტინქტებს და საბოლოო ჯამში უფრო პროდუქტიული მებრძოლები ხდებოდნენ, ხოლო არწივები შემოსილნი იყვნენ დაახლოებით არწივის მსგავსად. 5 ან 6 ტყვეზე კიდევ იყო ახალი რანკი, რომელსაც ერქვა ოტონტინ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რანკი. ამის შემდეგ იყო მხოლოდ ერთადერთი წოდება, ყველაზე ავტორიტეტიანი და ყველაზე ძლევამოსილი, The Shorn Ones. ამ რანკს იღებდა მხოლოდ ის მებრძოლი, რომელსაც 20 ტყვე ჰყავდა. ყველაფერთან ერთად ეს იყო სრულიად ლეგენდარული წოდება, რომელსაც თან ბევრი რამ ახლდა. მაგალითად, მათ ბრძოლაში უკან დახევა არ შეეძლოთ და ასე შემდეგ. ფსიქოლოგიური ზეწოლა მტერზე. აცტეკებისთვის ფსიქოლოგიური ზეწოლა მტერზე და მენტალური შეტევა ჩვეულებრივი რამ გახლდათ. ამისათვის მაგალითად იყენებდნენ დოლის ხმას ან საშინელ საბრძოლო შეძახილებს. ჩაცმულობითაც არ იყვნენ თლად ისეთი შესახედავები ერთი შეხედვით კეთილგანწყობა რომ დაემსახურებინათ. წარმოიდგინეთ იაგუარის ტყავში გამოწყობილი საშინელი პიროვნება რომ მოგზდევთ. ხელში ხის ხმალით, რომელშიც ბასრი ობსიდიანის ქვები აქვს ჩალაგებული. თან საშინელი შეძახილებით რომ ყვირის და ერთი სული აქვს დაგიჭიროს. წაგიყვანოს და შემდეგ დემონსტრაციულად გული ამოგაცალოს და ამით ღმერთს მადლობა გადაუხადოს. უეუეტოტლი. როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის მსხვერპლ შეწირვა აცტეკური კულტურის დიდი ნაწილი იყო. თუმცა რიტუალი, რომელიც ცეცხლის და სიბრძნის ღმერთ უეუეტოტლს ეძღვნებოდა, ნამდვილად იმსახურებს ცალკე საუბარს. ეს რიტუალი ყოველ 52 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა და შედგებოდა ორი ნაწილისგან. პირველ ნაწილში მსხვერპლს ჩააგდებდნენ გავარვარებული ქვანახშირით სავსე ორმოში, როდესაც ის სიკვდილის ზღვარზე მივიდოდა, ამოიყვანდნენ ორმოდან. აიყვანდნენ სამსხვერპლოზე. ქურუმი მის მკერდს გაჭრიდა და გულს ამოიღებდა. ამის შემდეგ კი ეცდებოდა ამოღებული გულის ადგილზე გაეჩაღებინა ცეცხლი, ანუ ამოჭრილი გულის ადგილზე ჩაუნთებდა ცეცხლს. ცეცხლის ანთება ნიშნავდა, რომ ღმერთი უეუეტოტლი კეთილგანწყობილი იყო და შემდეგი 52 წლის მანძილზე აცტეკებს დაიცავდა წვდიადისგან. ხიპე-ტოტეკის რიტუალი. ხიპე-ტოტეკი გახლავთ ძლიერების ღმერთი. მისთვის მიძღვნილი რიტუალი წინასაგან განსხვავებით დაარდებოდა წელიწადში ერთხელ, ყოველ გაზაფხულს მარტის დასაწყისში. რიტუალის პირველი ნაწილი აცტეკებისთვის სტანდარტული, არაფრით გამორჩეული და ბანალური გულის ამოჭრით იწყებოდა, ხოლო შემდეგ ქურუმი მსხვერპლს ტყავს აძრობდა. ამ ტყავს ყვითლად ღებავდნენ და ეს ქურუმი შემდეგ ტანზე იცვამდა. ეს რიტუალი აღნიშნავდა მიწის გადასვლას ზამთრის სეზონიდან გაზაფხულზე. ანუ, ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ გაზაფხული მოსულიყო. ცივილიზაციის დაცემა. როდესაც კორტესი და სხვა ესპანელი ოქროს მაძიებლები აცტეკებს მიუახლოვდნენ, აცტეკებმა ისინი მათი სიბრძნის ღმერთის, კეცალკუატლის რეინკარნაციად მიიჩნიეს, რადგან მათ ჰქონდათ წინასწარმეტყველება, რომ ეს ღმერთი დედამიწაზე დაბრუნდებოდა. გარდა ამისა, მათ არ ჰყავდათ ევროპული აღნაგობის ადამიანი ნანახი, თეთრი კანი და დიდი წვერები. ეს ყველაფერი ნამდვილად ღვთიურად ჩანდა მათთვის. ამას კიდევ ემატებოდა იარაღი, იარაღის გასროლის ხმა და შედეგი. წარმომიდგენია, რომ წარმოგიდგენიათ, რამდენად განმაცვიფრებელი იქნებოდა მათთვის. ოქროს მაძიებლებს ასევე ქვემეხებიც ჰქონდათ. ღვთიურია აღქმის გამო, კორტესი და მისი მხლებლები დედაქალაქ ტენოჩტიტლანში მიიწვიეს, პირდაპირ მბრძანებელ მონტესუმას გარემოცვაში. ხალხი მათ მესიებად ხედავდა, თუმცა მათ ოქროს გარდა არაფერი ანაღლებდათ. იქ თითქმის ყველაფერი ოქროს ნაკეთობებით იყო მორთული. კორტესის გუნდი კი ყველაფერს ადნობდა, მარტივი წასაღები რომ ყოფილიყო. მათ ქუჩაში მოკლეს 700-მდე დიდებული, ძალით აქრისტიანებდნენ ადგილობრივებს, კიდევ უამრავი საშინელება ჩაიდინეს. თუმცა სანამ ბრძანებელი მონტესუმა მეორე საშინელის სიკვდილით არ მოკლეს და სიკვდილის შემდეგაც შეურაცხყვეს. ყველაფერი ამის შემდეგ აცტეკებმა როგორც იქნა ჩათვალეს, რომ კორტესი და მისი მეგობრები ღმერთები საერთოდ არ იყვნენ, თუმცა უკვე გვიანი იყო. კორტესმა გაქცევა მოახერხა, თუმცა აცტეკებს როგორც ზემოთ აღვნიშნე, მაგ ცხოვრების წესის გამო ისედაც უამრავი მტერი ჰყავდათ. ამიტომ მათთვის ყველაფერი ცუდად წავიდა. ტენოჩტიტლანი გახლავთ დღევანდელი მეხიკო. მორჩა, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ. ასევე არხით გამოიწერეთ და გააზიარეთ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.